მოგესალმებით. დღეს ჩვენს წინაშეა მასალა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს აიძულებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ყველაფერი, რაც ჯანმრთელობასა და კვებაზე აქამდე სმენია. ჩვენ ვსაუბრობთ შიმშილობაზე. ოღონდ, მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, ეს არ არის მორიგი დიეტა კალორიების თვლით. თქვენ მიერ მოწოდებული წყარო, ექიმ მინდი პელსის ინტერვიუ, შიმშილობას განიხილავს როგორც სხეულის თვითგანკურნების ჩაშენებულ ძალიან მძლავარ მექანიზმს. ზუსტად. და მთავარი იდეა აქ ისაა, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავკარგეთ კავშირი იმ თანდაყოლილ სიბრძნესთან, რომელიც ჩვენ სხეულშია. ანუ, ის ამტკიცებს, რომ ჩვენი სხეულები ფაქტობრივად შექმნილია იმისთვის, რომ დროის გარკვეული პერიოდები საკვების გარეშე გაატაროს. კი. და რომ სწორედ ამ დროს, როცა სხეული ისვენებს მონელებისგან, ირთვება აბსოლუტურად საოცარი პროცესები. ხო, აი მაგალითად ანთების შემცირება, ჰორმონების დაბალანსება და როგორც წყარო ამბობს, კიბოს უჯრედების განადგურებაც კი. ამიტომ არის ეს თემა ასეთი საინტერესო, ეს არ არის მხოლოდ წონის კლება. მოდი პირდაპირ ჩავყვინთოთ მაშინ და ვნახოთ რაზეა საუბარი. მართლა აქვს ჩვენს სხეულს ეს ფარული შესაძლებლობები თუ ეს უბრალოდ მორიგი თამამი განცხადებაა? საქმეც მაგაშია, წყაროს მიხედვით, თანამედროვე ცხოვრების წესი, მუდმივი წახემსება, სამჯერადი კვება, გვიანი ვახშამი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევოლუციურ პროგრამას. და საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ შიმშილობა, როგორც ინსტრუმენტი, რომ გაიუმჯობესოთ ტვინის მუშაობა და არეგულიროთ ჰორმონები. და გააღვიძოთ ის სამკურნალო პოტენციალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში დევს. კარგი. მაშინ მოდით საფუძვლებით დავიწყოთ, რომ ყველაფერი გასაგები იყოს. წყარო ორ მთავარ მეტაბოლურ მდგომარეობაზე საუბრობს. შაქრის მწველი და ცხიმის მწველი. ეს ცოტა ჟარგონულად ჟღერს. რას ნიშნავს ეს რეალურად? რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ჭამას წყვეტ? ეს გადართვა არის, ესე იგი, მთელი კონცეფციის ქვაკუთხედი. როდესაც თქვენ საკვებს იღებთ, განსაკუთრებით ნახშირწყლებს, თქვენი სხეული იყენებს გლუკოზას, ანუ შაკარს, როგორც ენერგიის ძილითად წყაროს. ეს არის შაქრის მწველი რეჟიმი. გასაგებია. მაგრამ, როდესაც ჭამიდან დაახლოებით 8-12 საათი გადის, ეს მარტივი საწვალი ილევა და სხეული იძულებულია ალტერნატივა მოძებნოს. და სწორედ აქ ხდება გადართვა. ზუსტად. გადართვა ცხიმის მწველ რეჟიმზე. ორგანიზმი იწყებს ცხიმის დაშლას და ამ პროცესში წარმოქმნის მოლეკულებს, რომლებსაც კეტონები ეწოდება. კეტონები. ეს სიტყვა ბოლო დროს ძალიან ხშირად ისმის, განსაკუთრებით კეტო დიეტასთან დაკავშირებით. მაგრამ რატომ არის ისინი ასეთი მნიშვნელოვანი ტვინისთვის, როგორც წყარო ამტკიცებს? იმიტომ რომ კეტონები წყაროს თანახმად ტვინისთვის არის პრემიუმ კლასის საწვავი. პრემიუმ კლასის. კი, გლუკოზისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება არასტაბილური ენერგიის წყარო იყოს, კეტონები ტვინს უფრო სუფთა და ეფექტური ენერგიით ამარაგებს. და სწორედ ამით აიხსნება ის, რასაც ბევრი ამბობს, გონების უჩვეულო სიცხადე. კი. გაუმჯობესებული ფოკუსი და იმ ტვინის ნისლის გაქრობა, რომელიც ბევრს აწუხებს დღის განმავლობაში. და აქ ძალიან საინტერესო ევოლუციური კავშირიცაა. ანუ, ეს რაღაც გადარჩენის მექანიზმია. დიახ, ზუსტად. წარმოიდგინეთ ჩვენი წინაპარი, რომელსაც საკვები გამოელია. ხო. გადარჩენისთვის მას სჭირდებოდა არა მიძინებული და მოთენთილი ტვინი, არამედ პირიქით, მაქსიმალურად მობილიზებული და ფხიზელი გონება. რომ ნადირობა ან საკვების მოპოვება წარმატებით დაესრულებინა. კი, სხეული საკვების არარსებობის პირობებში მთელ რესურს ტვინისკენ მიმართავდა. ასე რომ გონებრივი სიცხადის ზრდა შიმშილის დროს ეს არ არის შემთხვევითობა. ეს ჩვენს გენეტიკურ კოდში ჩაწერილი გადარჩენის უპირატესობაა. გასაგებია. ესე იგი, შიმშილობა რთავს ამ უძველეს მექანიზმს, მაგრამ წყაროში საუბარია, რომ შიმშილობა ერთი ზოგადი ცნება არ არის. მასში მოყვანილია 6 განსხვავებული ტიპი, თითოეული თავისი უნიკალური სარგებლით. დიახ, ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი დროის მონაკვეთები, უფრო რაღაც დონეებს გავს, თითქოს ვიდეო თამაში ახალ-ახალ უნარებს ხსნი. ზუსტად. და პირველი, ყველაზე საბაზისო დონე 13-15 საათიანი, ანუ წყვეტილი შიმშილობაა. რა ხდება ამ დროს? ეს არის, ესე იგი, საწყისი წერტილი ბევრი აქედან იწყებს და უკვე აქედან იღებს საოცარ სარგებელს. ამ ეტაპზე ორგანიზმი უკვე გადართულია ცხიმის წვაზე და იწყება ზრდის ჰორმონის გამოყოფა. ახალგაზრდობის ჰორმონს რომ უწოდებენ.
კი, რომელიც გვეხმარება კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში და ცხიმის წვის დაჩქარებაში. წყარო აქ მამაკაცებისთვის საკმაოდ შოკის მომგროლ ციფრს ახსენებს ტესტოსტერონის 1300%-იან ზრდას. ეს ხო წარმოუდგენელად მაღალი რიცხვია. ამან შეიძლება მსმენელი სკეპტიციზმი გამოიწვიოს. და ეს სრულიად სამართლიანი რეაქცია. ეს 1300%-იანი მაჩვენებელი არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი კვლევის შედეგი სათაურებში მოხვდეს. ანუ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას გულისხმობს აქ წყარო. ეს არ არის მუდმივი მდგომარეობა. საუბარია კონკრეტულ კვლევაში დაფიქსირებულ დროებრით პიკურ ნახტომზე. გასაგებია. მთავარი სათქმელი აქ არა კონკრეტული რიცხვია, არამედ ის მძლავრი პრინციპი, რომ თუნდაც ხანმოკლე შიმშილობას შეუძლია დრამატული გავლენა მოახდინოს ჩვენს ჰორმონალურ სისტემაზე. რომელიც ხშირად რაღაც უცვლელი გუგონია. გასაგებია, პრინციპია მთავარი. კარგი, ვთქვათ, 15 საათს მივახციეთ. რატომ უნდა გავაგრძელოთ? წყარო ამბობს, რომ თუ სულ რაღაც რამდენიმე საათს კიდევ მოვითმემთ და 17 საათიანი ნიშნულს გადავაბიჯებთ, სხეული საკუთარი თავის გენერალურ დასუფთავებას იწყებს. რა არის ეს აუტოფაგია, რომლის აღმოჩენისთვისაც ნობელის პრემია გაიცა? აუტოფაგია პირდაპირი თარგმანით საკუთარი თავის ჭამას ნიშნავს, მაგრამ ეს ბევრად უფრო დახვეწილი პროცესია. ხო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი უჯრედები პატარა ქალაქებია. დროთა განმავლობაში ამ ქალაქებში გროვდება ნაგავი, დაზიანებული ცილები, ძველი ორგანელები, ვირუსები, ბაქტერიები. და აუტოფაგია არის. ამ ქალაქის დასუფთავების სამსახური, რომელიც დადის, აგროვებს მთელ ამ ნაგავს და გადაამუშავებს მას ახალ ენერგიადან სამშენებლო მასალად. ანუ ორგანიზმი თავისით იშორებს ყველაფერს, რაც ხელს უშლის. კი, და რაც პოტენციურად დაავადების გამომწვევია. წყარო ამტკიცებს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ტვინის იმ ნაწილებზე, როგორიცაა ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი. რომლებიც ჩვენს მთელ ჰორმონალურ სისტემას დირიჟორობენ. გასაგებია. 17 საათზე უჯრედები საკუთარ თავს ასუფთავებენ. მაგრამ რა ხდება თუ პრობლემა უფრო ღრმადაა? ვთქვათ, ჩვენს ნაწლავებში. ბოლო დროს სულ გვესმის მიკრობიომის მნიშვნელობაზე. წყაროს მიხედვით, თუ 24 საათამდე გაძლევთ, სულ სხვა სარგებელს იღებთ. დიახ, ნაწლავების სრულ გადატვირთვას. 24 საათიანი შიმშილობა, ანუ დღეში ერთხელ კვება, აქტიურებს ნაწლავის ღეროვან უჯრედებს. და ეს უჯრედები რას აკეთებენ? ისინი იწყებენ ნაწლავის ამომფენი გარსის აღდგენას და ხელს უწყობენ ჯანსაღი მიკრობიომის, ანუ კარბი ბაქტერიების ბალანსის აღდგენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მაგალითად ანტიბიოტიკების კურსი ჩაიტარა. ზუსტად. ან თუ წლების განმავლობაში არასწორად იკვებებოდით, ეს არის შანსი, რომ თქვენ საჭმლის მომნელებელ სისტემას მისცეთ დასვენებისა და განახლების საშუალება. კარგი, შემდეგი დონე 66 საათიანი შიმშილობა ალბათ ბევრს დაინტერესებს. იმიტომ რომ პირდაპირ ცხიმის წვას უკავშირდება. ზუსტად. წყარო ამბობს, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც სხეული იძულებულია თავიდან მოიცილოს ზედმეტი წონა, განსაკუთრებით მუცლის არეში. რა არის აქ რეალური მექანიზმი? რეალური მექანიზმი უფრო რთული და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ტვირთის მოშორება. 66 საათის შემდეგ თქვენი სხეული უკვე დიდი ხანია, რაც გლუკოზის მარაგების გარეშეა და იძულებულია შეეხოს რეზერვებს. თი გრძელვადიან რეზერვებს და ის უპირატესობას ანიჭებს ვისცერალურ ცხიმს, ანუ იმ ცხიმს, რომელიც შინაგანი ორგანოების გარშემოა დაგროვილი. რატომ მაინც და მაინც მას? იმიტომ რომ ჰორმონალურად ამ ტიპის ცხიმი უფრო მეტაბოლურად აქტიურია და ორგანიზმისთვის უფრო ადვილია მისი მობილიზება აღქმული გადარჩენის სიტუაციაში. ანუ უბრალოდ თავის ყველაზე ხელმისაწვდომო სათადარიგო საწვავის ავზს იყენებს. გასაგებია, ეს ბევრად ლოგიკურია. შემდეგი 48 საათიანი შიმშილობა უკვე ფსიქოლოგიურ ასპექტს ეხება, დოფამინის გადატვირთვას. ეს ძალიან დამაინტრიგებლად ჟღეს. ხო, იმიტომ რომ ჩვენს თანამედროვე სამყაროში, სადაც ჰიპერგემრიელი, შაქრით სავსე საკვები ყველგანაა, ჩვენი დოფამინის რეცეპტორები მუდმივად გადატვირთულია. და ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. კი, ეს ნიშნავს, რომ იმავე სიამოვნების მისაღებად ჩვენ უფრო და უფრო მეტი გვჭირდება. და 48 საათია ამას ცვლის. წყაროს მიხედვით კი, 48 საათიანი შიმშილობა ამ რეცეპტორებს ასვენებს და აღადგენს მათ პირვანდელ მგრძნობელობას. შედეგად, შიმშილობის შემდეგ უბრალო ვაშლიც კი შეიძლება საოცრად გემრიელი მოგეჩვენოთ. ზუსტად. ეს გეხმარებათ დაარღვიოთ კვებითი დამოკიდებულების ციკლი.
და აი მივედით ბოლო და ყველაზე რთულ დონემდე. 72 პლუს საათი, ანუ 3 დღიანი შიმშილობა. გულწრფელად რომ თქვა, ეს უკვე ექსტრემალურად ჟღერს. ადამიანების უმრავლესობისთვის 3 დღე უჭმელად ყოფნა რთული წარმოსადგენია, რა თქმა უნდა. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, ეს არ არის ყველასთვის და არც ის, რითაც უნდა დაიწყოთ. მაგრამ რა ხდება ორგანიზმში? წყარო ამას ეფუძნება კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ 3 დღიანი შიმშილობის შემდეგ ორგანიზმი იწყებს ძველი, დაზიანებული სისხლის თეთრი უჯრედების, ანუ იმუნური უჯრედების განადგურებას. და მათ ნაცვლად? ამის საპასუხოდ ღეროვანი უჯრედები იწყებენ სრულიად ახალი ჯანმრთელი იმუნური უჯრედების წარმოქმნას. ეს ფაქტობრივად იმუნური სისტემის სრული განახლებაა. მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამ დროს გამოიყოფა სისტემური ღეროვანი უჯრედები. და რა არის ეს სისტემური ღეროვანი უჯრედები? წარმოიდგინეთ ისინი როგორც სხეულის უნივერსალური სარემონტო ბრიგადა. ანუ, ესენი არიან არასპეციალიზებული მუშები, რომლებსაც შეუძლიათ მივიდნენ სხეულის ნებისმიერ წერტილში, იქნება ეს დაზიანებული კუნთი, სახსარი თუ ორგანო და გარდაიქმნან ზუსტად იმ ტიპის უჯრედად, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად არის საჭირო. საოცარია, წყაროში ავტორს პირადი მაგალითიც მოჰყავს, ხო? კი, აქილევსის მკესის ქრონიკული ტრავმის განკურნება, როცა სხვა ვერაფერი შველოდა. თუმცა კიდევ ერთხელ, ასეთი ხანგრძლივი შიმშილობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. გასაგებია. ესე იგი გვაქვს ეს მძლავრი ინსტრუმენტების ნაკრები. მაგრამ წყაროში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ისაა, რომ მათი გამოყენება ყველასთვის ერთნაირი არ არის, განსაკუთრებით ქალებისთვის. ყველაფერი მათ ჰორმონალურ ციკლთან უნდა იყოს სინქრონიზებული. მოდი ამაზე ვისაუბროთ. დიახ, წყარო ამბობს, რომ ქალის მენსტრუალური ციკლი არ არის უბრალოდ რეპროდუქციული ფუნქცია, არამედ ჯანმრთელობის ერთგვარი ბარომეტრია. ექიმი პელცი ამტკიცებს, რომ ციკლის სხვადასხვა ფაზაში ქალის ორგანიზმს სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. უფრო ხანგრძლივი შიმშილობისთვის. კი, მაგრამ ოვულაციის შემდეგ, როდესაც პროგესტერონი დომინირებს, ორგანიზმს სიმშვიდე და მეტი ენერგია სჭირდება. ამ დროს ხანგრძლივი შიმშილობა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. ამ ნაწილში პარტნიორი მამაკაცებისთვისაც იყო ძალიან პრაქტიკული რჩევები, რაც ვფიქრობ, ბევრისთვის იქნება აღმოჩენა. ნამდვილად. რჩევები საკმაოდ პირდაპირია. ციკლის პირველ დღეებში, როცა ქალის ენერგია დაბალია, წყარო ამბობს, მიიცით მას სივრცე. ხო. შემდეგ, დაახლოებით მეორედან მე-12 დღემდე, როცა ესტროგენი იზრდება, ქალი უფრო კომუნიკაბელურია. ეს საუკეთესო დროა სერიოზული საუბრებისთვის. ოვულაციის პერიოდში ლიბიდო პიკზია. კი, ხოლო მე-17 დღიდან, როცა პროგესტერონი იმატებს, ქალს სჭირდება სიმშვიდე და მზრუნველობა. ამ დროს სტრესი პირდაპირ ურტყამს პროგესტერონის დონეს. და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც ჰორმონალურ იერარქიას. რას გულისხმობს ეს? წყაროს მიხედვით, ჩვენს ორგანიზმში ჰორმონები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. ამ იერარქიის სათავეში დგას სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. გასაგებია. თუ თქვენ მუდმივ სტრესში ხართ, კორტიზოლის დონე მაღალია. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ინსულინზე. რომელიც სისხლში შაქარს არეგულირებს. კი, თავის მხრივ არეული ინსულინი გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონებზე, ესტროგენზე, პროგესტერონსა და ტესტოსტერონზე. ანუ, თუ სტრესს არ მართავ, ჰორმონების დაბალანსება თითქმის შეუძლებელია. ზუსტად. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება პერიმენოპაუზის პერიოდში, 40 წლის შემდეგ, როცა ჰორმონების ბუნებრივი კლების გამო ქალები სტრესის მიმართ კიდევ უფრო მგრძნობიარენი ხდებიან. ესე იგი, სტრესი ყველაფრის თავი და თავია. მაგრამ წყარო მხოლოდ ემოციურ სტრესზე არ საუბრობს. ის დიდ ყურადღებას ამახვილებს ქიმიურ სტრესზეც. კი, ტოქსინებზე ჩვენს გარემოში, რომლებსაც ობეზოგენებს, რო სიმსუქნის გამოწვევებს უწოდებს. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ნაწილი იყო. დიახ, ეს აძლიერებს თმავარ იდეას, რომ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემების სათავე მხოლოდ საკვები არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ტოქსიკურ პერიოდში. წყარო ასახელებს კონკრეტულ მაგალითებს. BPA, პლასტმასის ბოთლებიდან. ფტალატები, რომლებიც თითქმის ყველა სუნამოში, ჰაერის გამწმენდსა და სარეცხ საშუალებაშია, და რომელიც კვლევების მიხედვით მამაკაცებში სპერმის რაოდენობას ამცირებს. და რჩევაც საკმაოდ მარტივი და დასამახსოვრებელია. თუ რამეს არ შეჭამდით, კანზეც ნუ წაისვამთ. იმიტომ რომ კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და ის ყველაფერს ისრუტავს. და ამ კონტექსტში შიმშილობა როგორ გვეხმარება?
სწორედ აქ შემოდის ისევ აუტოფაგია. როდესაც უჯრედები გენერალურ დასუფთავებას ატარებენ, ისინი არა მხოლოდ შინაგან ნარჩენებს, არამედ გარედან შემოსულ ტოქსინებსაც გარეთ დევნიან. ანუ დეტოქსიკაციის ბუნებრივი გზაა. ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და მძლავრი გზა. მოდით, ბოლოსკენ რამდენიმე პრაქტიკულ საკითხსაც შევეხოთ. მაგალითად, ყავა. არღვევს თუ არა დილის შავი ყავა შიმშილობას? წყაროს პასუხი არის სავარაუდოდ არა. ანუ შეიძლება. თავარი კრიტერიუმია აიწიოს თუ არა სისხლში შაქრის დონე. თუ თქვენ სვამთ შავ ყავას უშაქროდ და ურძიოთ, ის როგორც წესი არ იწვევს ინსულინის რეაქციას. და შესაბამისად არ არღვევს შიმშილობას. იგივე ითქმის უშაქრო ჩაიზეც. დიახ. და რაც შეეხება იმ მითებს, რომლებზეც გავიზარდეთ, მაგალითად, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. ამის გაგონება ნამდვილად გამოუგნებელი იყო. თურმე ეს ფრაზა ფაქტობრივად მარკეტინგული კამპანიის ნაწილი ყოფილა. კი. წყაროს მიხედვით ეს ფრაზა პოპულარული გახდა Kellogg's-ის, ანუ მარცვლეულის მწარმოებელი კომპანიის რეკლამის წყალობით. მას არანაირი მყარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. იგივე ითქმის დღეში 5-6 ჯერ კვების მიწზე მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად. სინამდვილეში პირიქითაა. ყოველი ჭამა იწვევს ინსულინის გამოყოფას, ხოლო ინსულინის მუდმივად მაღალი დონე ცხიმის წვას ბლოკავს. ასე რომ თუ შევაჯამებთ ამ მასალას, რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ, მთავარი გზავნილი როგორც ჩანს ის არის, რომ ჩვენი სხეული არ არის ჩვენი მტერი. არ არის მყიფე მექანიზმი. კი, არამედ წარმოუდგენლად გამძლე და თვითგანკურნებადი სისტემაა, რომელიც გამუდმებით ცდილობს ჩვენს დაცვას და ბალანსის პოვნას. და შიმშილობა ამ წყაროს მიხედვით არის გასაღები. რომელიც ამ შინაგანი სიბრძნის და უძველესი პროგრამების კარს აღებს. ზუსტად. ეს არ არის უბრალოდ წონის კლების სტრატეგია. ეს არის ფუნდამენტალურად განსხვავებული მიდგომა საკუთარი სხეულის მიმართ. დობაზე და მის ბუნებრივ რიტმებთან მუშაობაზე დამყარებული. ეს ნამდვილად ძლიერი დასასრულია. და ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ერთი კითხვა დასაფიქრებლად, რომელიც პირდაპირ ამ მასალიდან მოდის. წყარო საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი გენეტიკური კოდი, ეგრეთ წოდებული მომჭირნე გენი, 1000 წლეულების განმავლობაში ადაპტირდა საკვების დეფიციტის პერიოდებთან და არა სიუხვის. ხო. თუ ჩვენი სხეულები შექმნილია იმისთვის, რომ სწორედ საკვების ნაკლებობის პირობებში გაძლიერდეს, გაიწმინდოს და განახლდეს, მაშინ რას უშუალოდ საკუთარ თავს, როდესაც ამ გენეტიკურ პროგრამას გამუდმებად ვთრგუნავთ საკვების უწყვეტი ხელმისაწვდომობით. და უფრო ფართოდ რომ თქვათ. კი, უფრო ფართოდ, რას ხო თანდაყოლილ ძლიერ უნარებს ვაიგნორებთ ჩვენს კომფორტულ თანამედროვე სამყაროში.